საქართველოს საპატრიარქოს დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების, იკომოსისა და იკრომის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომუმა სპინძლამ. საპატრიარქოს სტუმრობდნენ იკომოსის ექსპერტი ალკივიადის პრეპისი, იკრომის ექსპერტი სტეფან ბალიჩი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პროგრამის სპეციალისტი ირენა კაკე. ხარეებმა მცხეთის ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, სივრცითი დაგეგმარება და მცხეთის გენერალური გეგმის საკითხები განიხილეს. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და ამხანაგობა აქოლისის თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე ესწრებოდნენ. სტუმრებმა მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდის წევრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადაეცათ. გილოცავთ შესასწაულს განვლილთა დამდეგს საპატრიარქოში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, იყო ჩამოსული იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი. ეს არის კონკრეტულად ამ წლების განმავლობაში მცხეთის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით თუ რა გაკეთდა და რა წინსვლა არის ამ სამუშაოს შესრულებაში და შეხვედრაზე იყო საუბარი მცხეთის ისტორიული მემკვიდრეობის და რელიგიური მემკვიდრეობის ერთობლივად სახელმწიფოს, ეკლესიისა და იუნესკოს სპეციალისტებთან ერთად დაცვის შემუშავების გეგმა და ის რომ მცხეთა როგორც მემკვიდრეობა ყველა ერთმად სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს არის საკრალური დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილი, რომელსაც ჭირდება აუჩქარებელი გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ერთად. იყო საუბარი მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის, რესტავრაციის გადაუდებლად აუცილებლობაზე დაწყება, რომელიც ახლა ამ დღეებში უკვე დაიწყება. განხილული იყო მცხეთის გენერალური გეგმის სივრცითი დაგეგმარების საკითხები, რომელიც ასთა სხვადასხვაობას იწვევდა და ამაზეც თანხმობა მოვისმინეთ ერთხმად და საპატრიარქოს მხრიდან იქნა აღნიშნული ის დიდი დამსახურება სახელმწიფოს მხრიდან და იუნესკოს სპეციალისტების მხრიდან ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად მიღებული კარგი შედეგებისა და გამოითქვა რწმენა იმისა, რომ მომავალშიც მხოლოდ და მხოლოდ ერთად თანამშრომლობით გაგრძელდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის მცხეთა წმინდა დედაქალაქი მეორე იერუსალიმის კვლევა და მისი დაგეგმარება, რესტავრაცია. იუნესკოს რეაქტიული მონიტორინგის მისიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს მოხდა მისიის წევრების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. მისი უწმინდესობის თანამოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები მასპინძლობდნენ, დელეგაციის წევრებს ძალიან მეგობრულ და ასთავარია კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა შეხვედრა. ყველა ჩართული მხარე, რაც ეხება მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებას და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და მათ კონსერვაციას ამ თემებზე ვინც არის ჩართული, ყველა მხარე თავისი პოზიცია დააფიქსირა და რაც აღსანიშნავია, ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ მცხეთის განვითარება უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით, იქნება ეს
ეკლესიის ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები თუ ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები, რაც გათვალისწინებულია გენერალურ გეგმაში, რომლის მიღებაც და საბოლოო დამტკიცება იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედგება, რაც საშუალებას მოგცემს, რომ დავიწყოთ უკვე აქტიურად მცხეთის განვითარების იმპლემენტაცია იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიასთან და იუნესკოსთან თანამშრომლობით დაამტკიცებს უახლოეს მომავალში. საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მონიტორინგის მისია. აღნიშნული სპეციალისტები შეაფასებენ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, კერძოდ მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების მდგომარეობას. ქართულმა მხარემ გავაცანით ყველა დაგეგმილი და განხორციელებული ქმედების შესახებ, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე, ასევე მისიას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ქართული მხარის მიერ მცხეთაში მოქმედი მორატორიუმის თაობაზე. და დღევანდელ შეხვედრაზე საპატრიარქომ, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების მესაკუთრემ, თავად გააცნო მისიას ის სურვილები და იდეები, რაც მას აქვს მცხეთასთან მიმართებაში. მისიამ საკმაოდ პოზიტიურად მიიღო ეს წინადადებები და ველოდებით მათ შემდგომ ქმედებებს საკითხთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ მისია წარმატებულად განხორციელდება, რადგან ქართულმა მხარემ უკვე შეასრულა გარკვეული ვალდებულებები მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში და იგეგმება გარკვეული ქმედებები, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ ჭრილში იქნება ნახება.